თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირი: კახაბერ კვაჭანტირაძე, სიმონ მახარაძე, გია თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, მიხეილ თოლორაია, იური ლომიძე, გიორგი ტალახაძე, დავით გიუნაშვილი, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე, კობა ეპიტაშვილი, მანუჩარ მიქელაძე და ბექა მაჭავარიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამით მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა პოლიციელთა მიმართულებით ძალადობა განახორციელეს, მათ შორის სცადეს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდება. პროკურატურის ბრალდებას არ იზიარებდა დაცვის მხარე. მათი მტკიცებით აქციაზე ბრალდებულების მიზანი არ ყოფილა სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდება ან ვინმესთვის შეურაცხყოფის მიყენება. მათი თქმით, ბრალდებულები აქციაზე საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციიდან გამომდინარე გავიდნენ. წყობაზე ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენეს. საბოლოოდ მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 13-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ბრალდებულებმა სიტყვის უფლებით ისარგებლეს. მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არავინ გვეკითხება, რას ვებრძვით, ვის ვებრძვით. ჩვენ კი ვიცით, მაგრამ აქ სასამართლოში მე ჩემსას ვიტყვი. მე ვარ მანუჩარ მიქელაძე, ვიცავ ჩემ ქვეყანას. ვებრძვი არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ძალაუფლება მიტაცებულ ხელისუფლებას და შესაბამისად მე დანაშაული არ ჩამიდენია. ამიტომ თქვენ, ბატონო მოსამართლე, გაქვთ შანსი დღეს დაასრულოთ ეს ისტორიული მასკარადი. ისტორიის სწორ მხარეს დადგეთ და ჩვენ ყველა გაგვიშვათ სახლებში. დანაშაული ჩვენ კი არა, დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ. დანაშაული ჩაიდინეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან. თქვენ გაქვთ ისტორიული შანსი, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ. მე გახლავართ კახაბერ კვაჭანტირაძე, პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ, ვინაიდან პოლიტპატიმრად ვთვლით ჩემ თავს და მეგობრებს. კოლაბორანტ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. ყველამ ვიცით, ვინც არიან. არ ვლაპარაკობ მათზე. მესმის თქვენიც, თქვენო ღირსება. ვიცი რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა. ჩემთვის როგორც რიგითი ქართველისთვის პატივია, რომ ბრალდებული ვარ პოლიტიკურ საქმეზე. მივესალმები პოლიტიკური სუბიექტების გაერთიანებას. მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ჩვენ მყარად ვართ და ყველაფერი მაგრად იქნება. საქართველო გაიმარჯვებს. ყველა ის სუბიექტი, რომლებიც ფსევდო ოპოზიციად ითვლებიან, მათ ასევე გადავცე მე კახაბერ კვაჭანტირაძე. ლუსტრირებული ხართ ბატონებო. დაკავებულთაგან 10-ის წინააღმდეგ გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სამს კი ამ მუხლის გარდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასაც ედავებიან.